მოგესალმებით ტელეკომპანია მედი. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ზელენსკის და უკრაინის სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც ქართული ოცნების მაღალჩინოსნებზე და არა მხოლოდ მათ დაუწეს და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს, როგორ ფიქრობთ და ომში მყოფმა ქვეყანამ რომ მოიცალა ამისთვის ახლა თქვენ როგორ შეაფასებდით ამას? სერიოზულად ცოტა რთულია მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზვიად შალამბერზი აპროტესტებს, ჩვენგან მარტო დანარჩენები ველოდოთ და ზვიადი არ ელოდა და ამიტომ გააპროტესტებს ზვიადი. მაგრამ ცოტა უფრო სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ ამ თემაზე, ბოლო დღეების განმავლობაში მიდის ქართული აგენტურული პარტიებიდან თავის პატრონების მიმართ თხოვნები, რომ რამენაირად რაიმე სახის მაშველი რგოლი გადმოუგდონ მათ თავისმა პატრონებმა და ბევრი მცდელობაა, მათ შორის ისინი ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ლაპარაკი მაინც დაიწყოს ვიზა ლიბერალიზაციაზე და მის შეჩერებაზე. აი წარმოიდგინეთ, რამხელა მავნებლობაში არიან შესულები, რომ ვინმე იქნება ლაპარაკი მაინც დაიწყოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე. გასაგებია, რომ შეუძლებელია, რომ ეს 4 კრიტერიუმი არსებობდეს, რომლის არსებობის შემთხვევაში შეიძლება ინიციირება მოხდეს ამის ეს სიგიჟეა, წარმოუდგენელია, მაგრამ ლაპარაკი მაინც განცხადებების დონეზე მაინც იქნება დაიწყო. ნუ ამას თუ ვერ ახერხებენ, სხვა რაღაცებსაც თუ ვერ ახერხებენ, ეს მინიმალური საჩუქარი როგორც ჩანს გადმოუგდეს და ეს მინიმალური საჩუქარი გააკეთებინეს მათთვის ზელენსკის, მაგრამ ქართული საზოგადოება ყველაფერს ხვდება ამ ბოლო დროს. წარმოიდგინეთ რეაქციები ჩვენგანაც კი არ იყო, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა, ჯერ კიდევ მოქმედმა ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ ვაჩერებს სტრატეგიულ პარტნიორობას. სტრატეგიული პარტნიორობა გულისხმობს თავისუფალ მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს, რა თქმა უნდა, თავისუფალ მიმოსვლაში ეს იგულისხმება. ფრენებს არც ერთი გვაქვს, არც მეორე გვაქვს, არც მესამე რა გააჩერეს და სასაცილოდ არ ყოფნით უკვე ხალხს. და ეს ჩვენ თვითონ ვამბობთ, რომ ურტყამს ჩვენი პარტნიორების იმიჯს. ესეთი არასერიოზული დამოკიდებულება ზოგიერთი ადმინისტრაციის თუ ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლის ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერს აუფასურებენ და დასავლეთს ზოგადად ქართველების თვალში მაქსიმალურ დისკრედიტაციას თავად უკეთებენ და ჩვენ ვართ ისევ ის ხალხი, რომლებიც ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს. და ვამბობთ, რომ დიახ, ეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის მავნებლობაა. რაღაც ახლა წარმოიდგინეთ, საელჩოს უწევს მართლა ირაკლი კობახიძეს მინდა გუშინდელ განწყობაში ელჩის მიმართ შეუერთდე, რომ მის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მაქვს საუბარი. ჩვენ გვაქვს პოზიტიური დამოკიდებულება, როგორც პიროვნების მიმართ, მაგრამ ამ ადამიანს სამწუხაროდ უწევს რაღაცა ქარდების დადება. რაღაც შაირობა გამოდის უკვე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყოველდღე რაღაცა საშაირო იმას ქარდებს დევს და რაღაც ხა ჩვენ რა უნდა უპასუხოთ, მე შაირი არ მინდოდა თუ რა გავაკეთო. აქედან როგორ მოვიქცეთ, საოცრება ხდება, წარმოუდგენელი მარაზმი ხდება და სამწუხაროდ ამ რიგშია ის საჩუქარი გამეტებული ქართული ჯაშუშური ქსელის მიმართ, რომელიც ზელენსკის ხელით გაუკეთეს მათმა პატრონებმა ქართულ აგენტურულ ოპოზიციას, მაგრამ ეს კი არა უფრო მეტი არ უშველის გაცილებით მათ. ეუთოოდირის წარმომადგენლის განცხადებაზე მინდა გკითხოთ, ციტირებას მოახდენ, როცა აქტორები შესაძლოა პრევენციულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ შედეგებს, როგორც უსამართლოს, როცა ხელიდან ეცლებათ გამარჯვება არჩევნებზე დაკვირვება არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანია, განაცხადა პიაკაუმამ, რომელიც საქართველოში აკვირდებოდა არჩევნებს და ასევე ვიცით ჩვენ, რომ ეუთომ კონკურენტულად შეაფასა საქართველოს ჩატარებული არჩევნები, ხო? რატომ ცდილობს ამ ყველაფრის ამ განცხადებების ფონზე ოპოზიცია გააუფასუროს ეუთოოდირის ეს განცხადებები და მათი დამოკიდებულება? დიდი მადლობა ამ განცხადებისათვის, იმიტომ რომ დღეს ცოტა რთულია სუპერობიექტური განცხადებების კეთება იმ მასობრივი, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბულინგის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს არ მართავენ ჯაშუშები. მეტი მიზეზი, მეტი საბაბი რეალური ამ ყველაფერს არ გააჩნია. შესაბამისად ამისა, დასაფასებელია ეუთოოდირის და შესაბამის წარმომადგენლობების მხრიდან ობიექტური განცხადებები, იმიტომ რომ რეალობა ერთია, საქართველოს კონკურენტული არჩევნები ჩატარდა, ამის აღნიშვნა სამადლობელ ამბადაც კი გაგვიხდა, თუმცა კი ბატონო არ დავიშურეთ მადლობას ყველა იმ ადამიანის თუ ორგანოს მიმართ, რომელიც ობიექტურ დასკვნას დადებს საქართველოსთან დაკავშირებით და კრიტიკის საფუძველი არის მათი, რომ ტყუილი არ თქვა, ანუ ჩვენი ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი, ტყუილი არ თქვა ეუთოოდირმა, შესაბამისმა მისიამ, მთავარმა დამკვირვებელმა არჩევნებზე ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულია, რომ ეუთოოდირი არის მთავარი დამკვირვებელი, რომელიც ქმნის მისიებს ამ მიზნისათვის, ოღონდ არსებობს ერთი გახარიელი ბექა ლილუაშვილი, მისთვის ეს არ წარმოადგენს არაფერს და ამ დროს, რა ვიცი, ცივილიზებული სამყარო ამას აღიარებს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში მათ ბექასი უფრო ჯერათ ლილუაშვილის გახარიას ლილუაშვილის ზეა საუბარი.
თქვენ წაღან ახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატების ქარდები ხუმრობით თქვით ამასთან დაკავშირებით და ასევე ენტონი ბლინკენის განცხადება სანქციებთან დაკავშირებით მოვისმინეთ გავრცელდა დღეს უბრალოდ და მაინტერესებთ როგორ აფასებთ სანქციებთა და ქარდებით ბრძოლას ახლა და რა არის ამ ყველაფრის მიზანი როგორ ფიქრობთ? ამ ყველაფრის მიზანია რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისე გაფუჭდეს ურთიერთობა საქართველოსი, რომ ტრამპის ადმინისტრაციასაც კი ძალიან გაუჭირდეს მისი დალაგება და როგორც მინიმუმ დროში ძალიან გაიწელოს. ეს არის მიზეზი, ეს არის კუდის მოქნევის მიზეზი, იმიტომ რომ მათ რაც აქამდე არ და ვერ გააკეთეს, ახლა ცდილობენ 20 იანვრამდე ამის გაკეთებას, რომ მერე შემდგომ ადმინისტრაციამ, ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელსაც პრინციპულად ვეთანხმებით მთავარ საკითხებში და ისინიც პრინციპულად ვეთანხმებიან მთავარ საკითხებში, რომ ოჯახის საკითხი უალტერნატივოა და ქალი და მამაკაცი არის ქალი და მამაკაცი და არა სხვა გენდერები და ასე შემდეგ. ასევე გამჭვირვალობა რომ დემოკრატიული საწყისია და პრინციპი აი ამაშიც ვეთანხმებით ერთმანეთს და აი ამის ფონზე ამ ორმხრივი თანხმობის ფონზე მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ისე გააფუჭოს ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის რომ მისი დალაგება როგორც მინიმუმ პროგრამა მინიმუმად აქვს აღებული გაიწელოს ძალიან დროში. შესაბამისად, ხა, ამას ხო ყველა ხვდება. უფლებამოსილების მიწურულს მავნებლობის ჩადენა, იმიტომ რომ შემდეგ ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს იმიზნით, რომ გართულდეს ამისი დალაგება და ბიუროკრატიაში საერთოდ ესეთი გართულებები არის ხოლმე და ბუნებრივი მოლოდინი შეიძლება იყოს მარტივად დასალაგებელი, არ არის არაფერი, ხო? და რაც უფრო გაართულებენ, ცდილობენ და ფიქრობენ უფრო სწორად, რომ მით უფრო რთულად დალაგდება ეს ურთიერთობა ამ ურთიერთობების გამწვავების მცდელობასთან გვაქვს საქმე, თუმცა მე მგონია რომ იმდენად პრინციპული თანხმედრა გვაქვს, რომ შედარებით მალე დალაგდება ეს ყველაფერი და გადაიტვირთება, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. მარიამ ქაშაკაშვილი, რუსთავი 2. ბატონო მამუკა, მე მინდა გკითხოთ, რამდენიმე მედია საშუალებამ გავრცელა პოლიციელების ფოტოები, სახელები და გვარები და პერსონალური ინფორმაცია. რამდენად სწორია ეს ქმედება და არის თუ არა ზოგადად საფრთხის შემცველი თქვენი ეს? არა, სწორი არ არის. ეს არის აგონიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომ აედევნონ პოლიციელებს, აედევნონ ადამიანებს, ბულინგი განახორციელონ ადამიანების მიმართ, ვინც მათ არ მოსწონთ და ვინც მათ გეგმებს არ შეესატყვისება. თქვენ წარმოიდგინეთ, მე შემთხვევით არ დამიწერია გუშინ და დღევანდელი ერთი ქალბატონის სპეცრაზმელის დედაზეა თუ არ ვცდები, საუბარი მისი ინტერვიუც ამაზე მეტყველებდა. საოკუპაციო ხაზთან მოქმედი სპეცრაზმელი გაშიფრეს. მაგრამ მინდა უთხრა ყველას, მათ შორის თუ ეხა ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებიც გვისმენენ, რომ ეს ადამიანი იქ რაღაც სპეცდავალებით არ არის და იქ უბრალოდ ბაზაზე იმყოფებიან და ამიტომ ნუ შეუქმნიან ამათი მავნებლობის შედეგად ნურავი ნუ შეუქმნის და ნუ საფრთხეს და ნუ წარმოიდგენენ რაღაც სპეციალური დავალებებით არის ის ხალხი. ამის ლაპარაკი გვიწევს ხალხი. იქ 30 და 35 წელს ვინც არის გადაშორებული. შეიძლება 10-დან 9 ომის ვეტერანი იყოს 2008 წლის აგვისტოს ომის. რას ავრცელეთ? თქვენ ხარ გააფრინეთ მართლა ყველა. მიმართავ ჩვენს ოპოზიციონერებს და მედია არ ქვია რა მედია. გუშინ მედია იყო ირაკლი კობახიძესთან? ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან ვინც მოისმენს იმ კონკრეტული ობიექტის გარდა და ფორმულა ჟურნალისტების გარდა. ქუჩის გალივით რო კიო და რაღაცეებს. ეს მედია? ეს არის ჟურნალისტიკა? შესაბამისად ცოტა დაფიქრდნენ რას აკეთებენ. ხო არ გაგიჟდნენ მართლა რა სპეცრაზმელების იმას არ ჯერტი ვინ არის რა არის ვინ შლის ვინ არ შლის ვინ ამეტებს უფლებამოსილებას ჰქონდა ასეთი დაუშვათ 1-2 ფაქტი ვნახეთ კი ბატონო ჩვენ თვითონ ვილაპარაკეთ ამაზე ჩვენ თავად დავგმეთ და ჩვენ თავად არ მოგვეწონა ყველაზე წინ მაგრამ 1000-დან 999 რომ ზედმიწევნით კეთილსინდისიერად იქცევა რას აქვეყნებ ვის უქვეყნებ რა პირად მონაცემს სულ გაგიჟდნენ თან თავის თავსაც რისკის ქვეშ აყენებენ იმდენად აგონიაში არიან უკვე იმიტომ რომ ამას სამართლებრივი შეფასება ჭირდება მათ შორის დიახ თუნდაც აი ამ ტრიბუნიდან საუბრობ სამართალდამცავი ორგანოების სამართალდამცველების პროკურატურის შესაბამის სამსახურების საგამოძიებო ორგანოების მიმართაც აქ შესაძლებელია ხომ არ არის მაგალითად სისხლის სამართლის წესით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები ადევნება როცა ცხოვრების სტილის შეცვლა შეუძლია მოუწიოს სპეცრაზმელი იქნება თუ სხვა ადამიანი და ამავე დროს მათი ბულინგის ვისეშინია მილიონი
ის მომწერეს რა თქმა უნდა პირობითად რამდენიმე ათეული მესიჯი და პასუხი მიიღეს საკადრისი უკან და გაჩერდნენ ახლა დღეს და გუშინ მაგრამ ჩვენ ვართ პოლიტიკოსები ვართ რაღაც ეს მოგონილი ნახევრადმენის ვალდებულებაც გვაქვს და მიუყვებით ამ ტერმინს და ამ ვალდებულებას მაგრამ რა სპეცრაზმელები და მათი ოჯახის წევრები ერთ-ერთი კაცის დასაწყნარებლად და ჯანმრთელობის მდგომარეობის მისახედად სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანა როგორ გახდა გამოსაძახებელი ამაზე ვინ აგებს პასუხს და ასე შემდეგ სპეცრაზმელის მამაზეა თუ არ ვთქვი ხო გიორგი საუბარი ანუ რასაკეთებს რასაკეთებენ თვითონ იმას რაღაცებს ითხოვენ იმიდან უცხოიდან ეს მოგვაშველეთ ის მოგვაშველეთ და ეხა არ ყოფნით ზელენსკის სანქციები აიგდესო უკვლეო და რა დეტალები ვიცით ამასაც მიხვდნენ და ცოტა გონებას მოუხმონ თავის თავსაც მოაყენებენ რისკის ქვეშ სამართლებრივი გზით რისკის ქვეშ ვლაპარაკო და ბულინგს დაანებონ თავი ვისეშინია მათი ბულინგის ეხა ის სპეცრაზმელს რომელიმეს რამე უგავს რომ მათი ბულინგი შეეშინათ უბრალოდ არ უნდათ ეს საჯაროდ რაღაცების კომენტირება რომ დაძდევენ ხან ვითომ ჟურნალისტები მიკროფონები და რაღაც სისულელებს აკეთებენ მათი ბულინგის არავის ეშინია ყველა პოლიციელს იქითაც აქ როგორც საჭირო იქნება ამ მორალური ტერორის ქვეშ რომ ამყოფებენ თავისი ჭკუით ოღონდ დაიცავს სახელმწიფო ისევე როგორც თავის სამშობლოს გმირულად იცავს თითოეული პოლიციელი მე ვიღაცა გამოხდება ერთი გახარიას დანიშნული და ვაი მე დატოვა და ჩამოიშალა შინაგასა ჩამოიშალა არა ის და ცოტა ფრთხილად იყვნენ ამ საკითხებთან იმიტომ რომ სახელმწიფოში ვცხოვრობ და სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობ ისე კი არა რომ იქ რო გამოხდებოდნენ ხოლმე და სულ სამოგწდით და რაღაც მარაზმებს კადრულობდნენ სამართლებრივ დემოკრატიულ ჩარჩოებში და მეორე საკითხსაც შევეხოთ თუ გნებავთ მე რომ თქვა ეხლა რომ ევროპის ქვეყნებსაც კი შეშურდებოდა ჰუმანიზმის ის დონე რა დაშლის დროს არის შეიძლება სასაცილოდ არ იყოს ყოველ შემთხვევაში ასე იპოზიციონირებენ მაგრამ დამისახელონ წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპული ქვეყანა სადაც უფრო რბილი ან ჰუმანური მეთოდებით ხდება ძალადობრივი აქციის დაშლა თქვენ ხوار შეგიძლიათ ვინმეს დამისახელოთ ერთი ქვეყანა რომ სადაც უფრო ჰუმანური გზით შლიან ძალადობრივ აქციებს საფრანგეთის, გერმანიის, სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების კადრები აქციების დაშლის გახსოვთ? შედარებითია ამ სამყაროში ყველაფერი. შედარებითი. რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ წაქცეულ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის წაქცეული ადამიანი და 5 წუთით ადრე რასაც არ უნდა აკეთებდნენ, რასაც გვიყვებიან. არ ამართლებს მასე წიხლის და ხელის და ან რაიმეს დარტყმა. არაფერი არ ამართლებს ამას და სხვა პოლიციელები და მთლიან სახელმწიფოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიჯსაც არ ყევს ეს. და ცუდად აისახება ამ ყველაფერზე, მაგრამ ამაზე უნდა ვილაპარაკო, დიახ, მაგრამ იმაზეც უნდა ვილაპარაკო და კეთილი იქნება, ჟურნალისტი იქნება თუ სხვა იქნება, როცა ლაპარაკობენ, რომ ეს არ მოსწონთ, ისიც თქვა, რომ ცეცხლს რო სახეში ესვრიან პიროტექნიკას და ქვებს და აი ხელა რაღაც ჟაკანივით ეგრეთ იცით ხო? გილზის იმის სანადირო გილზის ტყვიას ყველაზე მსხვილს ერთიანი ან სამიანი ასე შემდეგ რომ ჟაკანივით იმებს რო ესვრიან შურდულები და თავის უტეხავენ ის არაფერი არ არის ის დაგმონჯერ თავის ოფისებში რომ თქვენ თანამშრომლებს ეს მეგინარსავი გამოიჩემეს ახლა უსერიოზულად ბულინგს უწყობენ თავისი ჭკუით და შეურაცხყოფას აყენებენ და ისტერიკაში ვარიან ეს დაგმონჯერ და მე რეილაპარაკო სხვა რაღაც რატომ ალავს არც ერთი ტელევიზია რატო არ აშუქებს იმას რაც არის ფაქტი მე შევაფასოთ სხვადასხვანაირად კი მაგრამ იცით რა ქნეს ამით ქართული საზოგადოება გახლიჩეს დაყვეს სიძულვილი ქცევის წესად ფაშიზმი და მისი პრინციპებად გაიხადეს და ხალხს მოუწოდებ მათ მხარეს ყოფეს თორე ჩვენი ამორჩევლები ჩვენ ხდებიან ყველაფერს და ღირსეულად იქცევიან რომ გვიჯერებენ და არაფერს არ შვებიან სხვათა შორის იმხელა ემოცია დაგროვებული მათში ვერ წარმოვიდგენთ მაგრამ მათ მომხრეებსაც მიმართ კიდევ ვერ ხვდებით რაშია საქმე კიდე გგონიათ რომ მაგალითად გახარია ნაცი არ არის მაგალითად ამ ხალხს ევროპა აინტერესებს იმას რომ იხვეწებიან რომ ან სანქცია დაუწესოს ვიღაცამ ან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე ლაპარაკი იქნება დაიწყოს ვიღაცამ რომ ამით იქნება რაღაცა მოახერხოთო წერილებს და ეგრეთ წოდებულ დანოსებს რო აგზავნიან ბრიუსელში ეს ხალხია სამშობლოს მოყვარული და ვინც ყველა ეტაპი გაიარა დიდი გაჭირვებით მათ შორის აღიარება ჯობია ამ ყველაფრის დიდი შრომით, წვალებით, ბრძოლით და კანდიდატი ქვეყანა ვართ, ხო არ გავიწყდებათ?
კანდიდატი ქვეყანა ვართ. დღეს საქართველოს არის კანდიდატი ქვეყანა და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა კრიტერიუმით პირველ ადგილზე მყოფი ქვეყანა. მოლდოვას არ ეუბნებიან არაფერს, კორუფციაში იხჭობა ქვეყანა. და რო ჩახვალ გეგონება საბჭოთა დროს 90-იან წლების დასაწყისში ან საბჭოთა დროს რომ საქართველოს იყო, აი ზუსტად იმ მდგომარეობაშია ქვეყანა. DST-ს წევრია. აქებენ, ადიდებენ, საქართველოს ლანძღავენ. რაშია საქმე? რა ხდება? და საიდან მოგდის ეს აზრები ესეთ გადაწყვეტილებებს რომ ვახმოვანებთ? და შემთხვევით საჭირო ხო არ არის პრევენციისათვის? ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა, ეს არის თავარი. და ერთიც ბარემ. გუშინ და დღესაც გაიმეორა თუ არ ვთქვი ირაკლი კობახიძემ. ამოვიღეთ მონაცემები 27 ნოემბრამდე 2 მილიონი თუ არ ვთქვი და თითქმის ორჯერ მეტი არის გაყიდული პიროტექნიკა სხულკალიბრიანების ხოთაშორის ძირითადად. რაც წინა წელს ანუ წინასწარ იცოდნენ ირაკლი კობახიძე ასე განცხადებას რო გააკეთებდა? თუ შემთხვევით 16-20 დეკემბრისთვის ემზადებოდნენ. რომელია მართალი? ან წინასწარ ეხა ირაკლი კობახიძე გამოვა და იტყვის რომ ჩვენ ინიციატორები არ ვიქნებით. ასეთი მიმართვებით და არ დავიწყებთ ხვეწნას. მაგრამ ევროინტეგრაციის პროცესს გავაჩერებთ, ასე თქვაო თითქოს ასე მოვნათლავთ ჩვენ. და ამას რო ასე მოვნათლავთ, ირაკლის ნათქვამს კი არ დაუგდებს ვინმე ყურს. ჩვენ რასაც ვიტყვით რომ ევროინტეგრაციის პროცესს გავაჩერებთ თითქოს ასე თქვა ირაკლი კობახიძემ. აი ამაზე გადაირევა ხალხი და ჩვენ გვჭირდება პიროტექნიკა. ან ეს არის მართალი სიგიჟე ხა რაც მე ვილაპარაკე მათი ენით უტრირებულად. ან ის არის მართალი რასაც ჩვენ ვამბობთ რომ 16-20 დეკემბრისთვის ემზადებოდნენ და ჩვენ დავასწარით და დავახარჯინეთ ეს მავნე და ფაშისტური ენერგია წინასწარ. ეხლა საზოგადოებამ გადაწყვიტოს რომელია მართალი. რატო გაიყიდა 2 მილიონის პიროტექნიკა წინასწარ და ეს 2 მილიონი საწავიდა 2 მილიონი სახეში ესროლეს ცეცხლის სახით უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტებმა. აი ეს არის სიმართლე. თუ ვინმე გულწრფელია და კაუნტერს თამაშობს, ის ბავშვები, ბავშვებო, შვილებო, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს კაუნტერი არ არის. ეს არის ლუზერი აგენტების მიერ წაქეზებული პროცესი. თუ მართლა ვინმე გულწრფელია და იმ კაუნტერის თამაშით ბეჭდზე რო იდებდნენ, ჩაუმუხავდნენ და მუხას როგორც ისვრიან, კინოებში რო აქვს და კაუნტერებში ნანახი, ისე რო ისვრიან ამ სხულკალიბრიან პიროტექნიკას სახეში. და რატომაც არ ისვრიან მე? თქვენი კოლეგები წამყვანების ხედან მთავარი არხის და რომელიღაცა იმის ნაცმოძრაობის არხების ეთერში და იძახეს პიროტექნიკა უსაფრთხოა. გავალთ მაშინ ეხა და გამოვიყვანეთ 30000 კაც დღესვე. და ესვრიან მაშინ ფოიერვერკებს იმას მათ მომხრეებს. და უსაფრთხოა ვიტყვით, ასეთ სიგიჟეს ხო არ გავაკეთებთ? უსაფრთხოა? თქვენ მაშინ კიდევ ერთხელ უსაფრთხოა. აი ესეც მარაზმში არიან გადასულები და ბულინგს და მავნებლობას ფაშიზმს თავი დაანებონ. იმიტომ რომ მიიღებენ საკადრის პასუხს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მათ თეულს და მათ რომ წარმოუდგენიათ იქ რაღაც ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში. ჩვენ მათი ხელისუფლებაც ვართ, ეს გვაქვს კარგად გათვითცნობიერებული და ამიტომ რაღაცების თავს ვიკავებ და შეირგონ. ეს ჩვენი თავშეკავება და შესაბამისი შედეგები თავშეკავების. შეირგონ. მაგრამ ზღვარს რომ გადავლენ, მე აღარავინ გაუტარებს. ბატონო მამუკა, სწორედ გუშინდელი ღამე იყო გამონაკლისი აქციებზე, სადაც მშვიდობიანი აქცია ვნახეთ. აი რა იყო ამის მიზეზი, თქვენ როგორ გონიათ, აი რადგან პიროტექნიკა ახსენეთ, ამიტომ გუშინდელ ღამეს არ გამოვიდა. ამის პასუხია ერთი. თუ იმეს გონია რომ იქ ხალხი თავისით გადის, პიროტექნიკას თავისით ყიდულობს მილიონებისას და თავისით ხდება რაღაცები, არის ტყუილი. გუშინ დადასტურდა რომ პარტიული ოფისებიდან იმართებოდა პროცესი. პარტიული ოფისებიდან ნაცმოძრაობის პარტიული სხვადასხვა ოფისიდან იმართება პროცესი და ასევე მარაგდება ეს პროცესი. წინასწარ სპეციალურად 16-20 დეკემბრისათვის ნაყიდი პიროტექნიკა და სხვადასხვა ნივთიერებები, აალებადი ნივთიერებები, მათ შორის ეხა არ არის თული დასამზადებელი თუ ის დამზადება მოლოტოვის კოქტეილების, ამისთვის განკუთვნილი აალებადი ნივთიერებები, ბენზინი იქნება ეს თუ დიზელი თუ სხვა, თავისი ბოთლები, თავისი დაჭრილი, კოხტად დაჭრილი ნაჭრები და ასე შემდეგ. მთელი ეს შეიარაღება მშვიდობიანი ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, აქციისათვის ამოღებული იქნა ნაცმოძრაობის სხვადასხვა ოფისებიდან. უცხოური ფული დაფინანსებული, მათ შორის რუსული ფული დაფინანსებული და არც ამას ლაპარაკობ შემთხვევით. და ათეულობით რუსი ინსტრუქტორი შემთხვევით არ აღმოჩნდა, ყველა ოპოზიციონერი იყო, არ დამიწყონ ახლა მის მტკიცება იქ. სად რა არის აღრეული და რომელი ინსტრუქტორი საიდან არის რამეზინ ჩამოსული, თვითონ ვერ არკვევენ. და ჩვენც გვიჭირს ცოტა გარკვევა, მაგრამ საბოლოოდ ვერ ყვევით ამაშიც. შესაბამისად ამისა, ისინი იმართებიან
პარტიული ოფისებიდან და შემდეგ იყოლიებენ რა თქმა უნდა ვიღაცა შეიძლება მართლა გულწრფელიც იყოს იქ და არის ასეთ შემთხვევებიც. მაგრამ ის გულწრფელი ადამიანები მეტწილად განან მშვიდობიანად და გუშინ როგორც კი ეს მშვიდობიანი აქცია, ეხლა რო გითხრათ რომ არ განძრეულა იქ არავინ და ერთი სხვა არ უსვიათ, თქვათ ეგრეთ არ იყო, ამას ნუ წარმოვიდგენთ, მაგრამ სადამდეც მოთმენა შეიძლება და მშვიდობიანობის ხასიათს ასე ინარჩუნებს მოთმენის ზღვარზე აქცია. იქ პოლიცია არ ინძრება საერთოდ. საერთოდ რეაგირებას არ ითმენენ ვაჟკაცურად და თავისი მუნდირის და ღირსების შესაბამისად. მაგრამ როგორც კი გაუსაძლისია და პასუხის გარეშე შეუძლებელია მოგერიება, აქ გადადიან მოქმედებაზე. და ამის გამო ზოგიერთი ფაშისტი ტელევიზიის ჟურნალისტი დარბის სახლებში ადგება მათ მშობლებს. წარმოიდგინეთ რა ბულიკს ბედავენ. იქ მსახიობების, იქ სპეცრაზმელების, როგორც კი ფიზიკური ძალადობის წყარო გამოვაცალეთ, სახელმწიფომ გამოაცალა მორალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადავიდნენ. სული და ხორცით მოძალადეები არიან, იმიტომ რომ ჯაშუშის ხასიათი სხვა რამეს არ ითვალისწინებს. გენეტიკაშიც აქვს, დიახ, გენეტიკაში აქვს ზუსტად ეს. ნაცის გენეტიკა ეგ არის. აგენტობას ხელს რო აწერ, აგენტობას ხელს რო აწერ და ვიღაცის აგენტი რო ხდები, ეს შიგნით იქნება, გარეთ იქნება, იქ მე ყველაფერს კადრულობ. აგენტობას როგორც ხელს მოაწერ, იქ შეიძლება სხვა რამეზე იკამათო და თქვა რომ იცი რა, აი ეს ჩემი მოქმედება ამიტომ არის სამშობლოს მსახურება. თქვენი მოქმედება არ წაადგება ჩემს სამშობლოს, მაგრამ არასდროს არ გეტყვი, თუ არასწორიც შეიძლება ცდებოდე, რომ აგენტი ხარ. წარმოუდგენელი ამბავია, როგორ უნდა კადრო ადამიანს, თუ მართლა უტყუარი ინფორმაცია არ გაქვს, თუ დარწმუნებული არ ხარ. ამაზე აღარ არის ლაპარაკი, თავის ხელით დადასტურებენ კაცს. ეხლა ხელწერილი ვიღაც რომელიღაც სპეცსამსახურის წინაშე შეიძლება ნანახი არ გქონდეს ადამიანს, მაგრამ დანოსებს რო თვითონ გაუგზავნიან და რო ხვდები უცხოელი ინსტრუქტორები, როგორ ატრენინგებენ, როგორ ჩამოდიან, როგორ მიდიან, კანვას ტრენინგები როგორ ტარდება, გახსოვთ ხო ბაკურიანის ტრენინგები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს. და ამ დროს უკრაინელებს პატარა საჩუქარი, პატარა, აი ძალიან მცირე, მაგრამ მაშველი რგოლი რომ გადმოუგდონ თავიანთმა პატრონებმა, ასანქციონებინებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაშინ როდესაც საქართველოს მაგალითად ერთი ვთქვათ, ეხლა ბევრს ვერ ვილაპარაკებთ, რამდენი ასეთი ათეულობით არგუმენტი შემიძლია ჩამოვთვალო. ერთი შემიძლია გითხრათ. საქართველოს არის რუსეთის წინააღმდეგ თანასპონსორი და თანაინიციატორი ჰააგის სასამართლოში გასამართლების უკრაინის ომის გამო. რუსეთ-უკრაინის ომის გამო. 600-ე დოკუმენტს რომ ვართ მიერთებულები, ერთ-ერთის თანაავტორი და თანასპონსორები ვართ, სადაც საქართველოს სხვებთან ერთად ითხოვს რუსეთის როგორც სამხედრო დამნაშავის გასამართლებას და პუტინზე რომ სანქციაა გაცემული X აი ამ საჩივრის საფუძველზეა გაცემული ჰააგიდან. აი წარმოიდგინეთ და ჩვენ ყოფილვართ რუსები და ეგენი არიან პროევროპელები. ანუ ქართული თუ რამე გაქვს, როგორც კი ქართულ საქმეს გააკეთებთ. იცოდეთ რომ სანამ ესენი იქნებიან ოპოზიციაში, ხელისუფლებაში, ვერავინ და არავინ არ მოიყვანს ამას. ამათ გამორიცხულია. სანამ ესენი ქართულ ოპოზიციად იწოდებიან მაინც ვიღაცის თვალში, ერთი ადამიანის თვალში, მანამდე ყველა ქართული საქმე იქნება მონათლული რუსულად. ყველა ქართული კანონი, საქართველოს ინტერესების კანონი იქნება რუსულად მონათლული და ყველა ეროვნული საქმე იქნება რუსულად მონათლული. ეს არის მათი გენეტიკური ფაშისტური კოდი. ხოშტარიას განცხადებაზე ჩაგიკითხებით, მან ისაუბრა სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით და პრინციპში თქვა, რომ დიახ, მე ვარ ორგანიზატორი და მათ შორის ლემონჯავამაც დაადასტურა, ასევე რომ მათ ოფისებში ინახებოდა ეს პიროტექნიკა, ეს აღიარებად ხომ არ გაიგებია. გუშინ ჩაუშვეს ერთი სულელური მესიჯი, რაც ყველას მიერ გამეორდა შემდეგ. ანუ სამართლებრივად ვიღაცა ჭკვიანი ტოპტვინი იურისტი გამოჩნდა ამ შემთხვევაში დარგის სპეციალისტი ტოპტვინი და იმან თქვა რომ ამას ჯობია ჩაყოლა ჩათრევა ამჯობინოთ და ვთქვათ რომ დიახ ეს იყო მაგრამ ეს არ იყო დანაშაული. სახში შეიძლება გქონდეს მაკრატელი. და საერთოდ არა დანაშაული, სახში მაკრატელი რომ გაქვს, ან დანა 1000 გვარი. მაგრამ დანით ვიღაცას და მაკრატელს რუბემის გაიკეთებ, მაკრატელის გაკეთებაც კი იქნება თავდასხმა. რა სისულელებს ლაპარაკობ? კი აქ გქონდა ეს, გქონდა ვითომ საახალწლო დაგროვებდი. რო გქონდა რა შევოდი იმით ისა თავარია, რო გქონდა, ვინ გეუბნება რატო გქონდაო? გეუბნებიან კითხვას გისვამ, რატომ გქონდა იმასთან დაკავშირებით რომ შენ თავს ესხმოდი შემდეგ პოლიციელებს ამით? იმ პიროტექნიკით თუ თავს დაესხმები, ის დანაშაულის იარაღია ამ შემთხვევაში. და სახში თუ გეკნება და ახალ წელს ჰაერში გაისვრი, ის გართობის იარაღი იქნება. მართულია? აი რომელმა ტოპტვინმა იურისტმა მოუფიქრა ის თუ ჩვენ აქ რას ვაკეთებთ? ვეღარ გავშიფრავთ მე ამ მესიჯებს თუ პროკურატურაში და პოლიციაში და სამართალდამცავებში არიან შტერები უკაცრავად ამ გამოთქმის და ვერ ხვდებიან ეხა როგორ იმართებენ თავს. ეხა მე დაცვის ტაქტიკა არ მეშლება, მაგრამ ასეთ სულელ დაცვის ტაქტიკას არ ურჩევდი ხოლმე.
სხვათა შორის. როცა ვიცავდი კონკრეტულ ადამიანებს და წმინდანები არ იყვნენ ჩემი დასაცავებიც. მათ შორის ადვოკატის პროფესია იყო ჩემი. მაგრამ თუ იცავ საკუთარ თავს ამდენ ხალხში ერთი ცოტა ნიჭიერი და იურისპრუდენციასთან ახლოს ჩავლილი როგორ არ გამოადგათ რომ კი ჩვენი იყო მაგრამ რა დანაშაული ეს დანაშაული სახშდება კი არ არის იმის დანაშაულია იმით ვიღაცას რომ მისდევ და აზიანებ იმის რაღაცა ქვის ქვა რომ დაიდო სახში დანაშაული არ არის და თავში რო ესვლე მე პოლიციას ის ქვა არის დანაშაული ზიარაღი და სულ არ არის საჭირო ცეცხლსასროლი იარაღი იყოს თავს ეხა ქვით გაუტეხავ იმით რა ქვია ბოლტია ქართულად თუ რაღაცით რასაც ესვრიან იმ შურდულებით თუ ჭანჭიკით ხო უკაცრავად რა მნიშვნელობა აქვს ამას უნდა მიხდნენ რასაც სულელური მესიჯებით თავდაცვა არ არის სწორი ვერ გაიმართებენ თავს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება ამ ყველაფერს უბრალოდ აღმოჩნდა მთავარი ის არის მათ შორის რომ მათი ოფისებიდან იმართებოდა პროცესი და მარაგდებოდა ამ სხვადასხვა ნივთიერებებით ცალკე აღებული არც ერთ შეიძლება დანაშაული არ იყოს იმ ნივთიერების ქონა სახლში, მაგრამ იმ ნივთიერებით მე რასაკეთებ, რომ შეაზავებ ერთმანეთში მოლოტოვის კოქტეილს რომ დაამზადებ, მე ის არის დანაშაული ცეცხლის წაკიდებას რომ დააპირებ პოლიციელზე, მაგრამ ლაზარე გმირი გახადეს. პოლიციას ვინც გაარტყა მოლოტოვის კოქტეილი შეიწყალა იმან რა ქვია, სალომე ზურაბიშვილმა და გმირიაო იძახეს და ვიღაცებს ახლა გონიათ მის თანატოლებს, ან უფრო პატარებს ეს გმირობაა. Counter-ს რო ეთამაშებიან მართლა. ამიტომ ესეთი რაღაცეები არ გავა. ქართულ სახელმწიფოში კი არა არსად არ გავა ესეთი რაღაცები, ესეთი უსუსური მცდელობები, გაправების მათივე ენაზე რომ ვთქვათ და ჟარგონულად. იმ თავისი დანაშაულების ასაც ჩადიან, აღარ გამოვა დამთავრდა ის კი არა, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. მე პირადად ეს ჩემი სუბიექტური აზრია. დანაშაულის ნიშნებს ხედავ ამ სპეცრაზმელების ოჯახების წინააღმდეგ მიმართული ბულინგის კამპანიაში. იქ რომ დარბიან ჟურნალისტები და თუ ამის გამო მათ რაღაცა ქცევი შეცვლა გააუქმեցო Facebook-ებია რომ საჯაროდ არ გამოჩნდნენ ეს ადამიანები ვიღაცეებმა იყო იქ არ იყო მნიშვნელობა არ აქვს Facebook-ს რო აუქმებ გიწევს ამის გაკეთება და ქცევას იცვლი მინიმუმ კითხვა უნდა დაისვას ხომ არ არის აქვს აქ დანაშაულის ნიშნები ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა ადევნებაა ჩვეულებრივ ეს ჩემი შეფასებაა სუბიექტური მაგრამ მოდი აბა იურისტებმა ვიმსჯელოთ ხომ არ აქვს ამ ჩემ სუბიექტურ თუნდაც სუბიექტურს დავარქოთ ამ შემთხვევაში ესე დავიბრალებ სუბიექტურ შეფასებას საფუძველი სამართლებრივი მსჯელობისა როგორც მინიმუმ რომ ამ საკითხზე საგამოძიებო ორგანოებმა იფიქრონ და იმსჯელონ ერთიც მინდა რომ გკითხოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჩვენ როგორც ვნახეთ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით მიიღო მან გადაწყვეტილება იქ საუბარია იმაზე რომ მან თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია ნაცების ზეიმი ნახეთ მოვიგეთო? ნახეთ ხო? მატყუარას ხო გააჩნია. ზოგი ისე იტყუება ოსტატურად და ესენი ისე გოიმურად იტყუებიან ამ ბოლო დროს ვერ წარმოედგენთ. მოკლედ ძალიან მარტივად რომ აღხსნა ყველა მოქალაქისათვის. წააგეს ყველა პუნქტში. არის იქ ერთი პუნქტი ერთადერთი. ანუ დაადგინდა რომ პოლიტიკური დევნა არ იყოს სამართლიანი სასამართლოს ყველაფერი დაადგინდა. რომ სამართლიანად გასამართდა ნამდვილად დადასტურდა კიდევ ერთხელ რომ თავდაცვის სამინისტროდან მოპარულია თუ გაფლანგული აღარ მახსოვს რას დავებოდნენ დეტალურად მოიპარა მან 15 მილიონი ლარი დღევანდელი კურსით 5 მილიონ ევროზე მეტი გაძაცვა ქართული ჯარი და ასე შემდეგ და ერთადერთი აღქმის დონეზე როგორც ანდრი მილაპარაკა დღეს ოხანაშვილმა იუსტიციის მინისტრმა აღქმის დონეზე იმ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვა ხარვესთან დაკავშირებით უბრალოდ გამოთქვა პრეტენზია სტრასბურგის სასამართლომ რომ აღქმის დონეზე რადგან იყო გამოძიების ერთ ეტაპზე ერთ და იგივე ადამიანი ჯერ პროკურორი და შემდეგ მოსამართლე ამან ხომ არ თქვათ შექმნა არასწორი აღქმა ოღონდ აქაც იმდენად ფორმალურად დააფიქსირა ეს ყველაფერი რომ არანაირი სანქცია ან ფინანსური ან სხვა სახის ან დავალება სახელმწიფოს მიმართ არ განუხორციელებია. ანუ რაიმე პუნქტშიც კი წაგება რას ნიშნავს იცით? ან არის ეს ფორმალურად რაღაცა თქვა 10 პუნქტია, ერთ-ერთი გეუბნება რომ აქ თქვა მართალი არ იყავდა 9 პუნქტი დადასტურდა ყველაფერი რაც არის, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ამ პირობითად მე-10 პუნქტზე იყო ესეთი შენიშვნა, ოღონდ არ დაუვალებია რაიმე სახელმწიფოსათვის, როცა რაიმე პუნქტთან დაკავშირებით აგებ, ან გავალეს ან ხელახლა გამოიძიება მმართველებთან რაღაც ქენი, ან ამ ნაწილში ცალკე გამოძიება, გამოყავის საქმე, ის გამოიკვლია კარგად, აღმოფხვერი რაღაცა ქენი. ან ამას აკეთებს, ან ფინანსურ სანქციას ადევს, თქვა 20,000 ევრო. არც ერთი გაუკეთებია, არც მეორე და ამაზე იმობენ.
რაღაცის აღნიშვნას. ოღონდ ძირითადი ყველა პუნქტი საქართველოს მიერ მოგებული იქნა, იმიტომ რომ დადგინდა რომ ამ ადამიანმა მოიპარა, კანონიერი ბრალდება იყო, კანონიერად გასამართლდა და დადასტურდა ის ყველაფერი, რასაც ქართული სასამართლო ამბობს. ეს არის და ეს. მოგესალმებით, ტელეკომპანია პოზიტივი შორინა აროშიძე. უნდა გკითხოთ პრემიერის განცხადებაზე, მან ისაუბრა კოჰაბიტაციის საბოლოო დასრულებასთან დაკავშირებით, როგორი არის თქვენი შეფასება? დიახ, კოჰაბიტაცია საბოლოოდ უნდა დასრულდეს. კოჰაბიტაცია, რასაც ვერ ვამხელდი და არ ვლაპარაკობდით ამაზე, რომ ტყუილიც არ გამოცვდა, იყო იძულებითი სვლა წლების განმავლობაში. იმიტომ რომ მათ სიმყარეს ჩვენთან ურთიერთობაში უზრუნველყოფდა ყოველთვის გარე პატრონების დიდი მასა და გლობალური გარკვეული ძალები, რომლებსაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ურჩევნიათ ხოლმე თავიანთი აგენტურა ყავდეთ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებაში, ვიდრე თავისი მეგობრები. რაც არ უნდა დაუდასტურო ვიღაცას მეგობრობა, ხშირია სამწუხაროდ შემთხვევები, როდესაც მათ ურჩევნიათ თავისი აგენტი, რომელსაც თით დაუწყაპუნებენ და ასე მიაღწევენ თავისი სასურველი შედეგის დადგომას, ვიდრე ეროვნული ინტერესების მატარებელი რომელიმე ხელისუფლება, რაც არ უნდა შენსკენ იყოს ის, თქვათ, რაღაცა სოფხედველობით თუ პოლიტიკური კურსით. არასერიოზულია იმის ლაპარაკი, რომ ქართულმა ოცნებამ, რომელსაც ყველა ეტაპზე ევროპული წარმატება მიიღო, მართალია ბრძოლით და უთანასწორო ბრძოლით რიგ შემთხვევაში, მაგრამ მაინც მიიღო, შეიძლება სხვაგან იხედებოდეს და ადამიანები, რომელსაც დემოკრატიულობის არაფერი არ სხიათ არც ერთ დროში და ფაშიზმის მთავარი დისტრიბუტორები არიან ამ ქვეყანაში და ადამიანები, რომელთა დროსაც ქართულ სამხედროების ომის დაწყება დააბრალეს და დააბრალეს ომის დაწყებაზე მოუწერეს ხელი რუსებს და დააბრალეს ომის დანაშაული. ეს ხალხი ყოფილა პროევროპული თურმე. ჯარისკაცებს რომ იმართავენ ხოლმე. და ნაც მოძრაობის ტელევიზიის წარმომადგენლები სხვა ტელევიზიის წარმომადგენლებს ამონათებენ. ანუ როგორც ჩანს ეს ერთი პოსტულატი კარგად გაითავისეს, რომ გაღმა შედავებით რაღაც უფრო გამოდის. და ეს ამ შემთხვევაში გაღმა შედავება არ არის, ეს არის უტიფრობა, რომელსაც ისინი ჩადიან, იმიტომ რომ ნაც მოძრაობის ტელევიზიის წარმომადგენლები მიდის საზმაოში და ეკეჭხუბება რაღაცებს. წარმოიდგინეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნაც მოძრაობის ტელევიზიის წარმომადგენელი საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს მიდის და რაღაცებს ამონათებს იქ ხალხს. თვითონ ის ვინმეს კი არ უშვებს. თავად მუშაობს ფორმულაზე ადამიანი და საზმაოში ჩხუბობს სუბიექტურობაზე. წარმოგიდგენიათ, სადამდე მივედით, სადამდე დავედით, რომ ფორმულას ჟურნალისტი მიდის იქით შეტევაზე, ეს იგივე არის ბრეივიკი რომ მოგივარდეთ და მკვლელი რო გეძახოთ. აი რომ მოგივარდეთ, თქვენ ხართ მკვლელებიო, რას აკეთებთ აქ, რას ჩადიხარდო? ოღონდ ბრეივიკმა რო გითხრათ. დაახლოებით ეს არის, ოდნავ უტრიებული შეიძლება იყოს, სულ ოდნავ დიდადაც არ არის. შესაბამისად, ჩვენ და ვიცოდეთ. ერთი, რა არის სიმართლე, სად არის სიმართლე? მერე ვინ მოთხოვდა, ვინ ამ ბინძური პროპაგანდის მსხვერპლი გახდა და ვისი ტვინის ოკუპაცია მოახდინეს ფაშიზმზე ორიენტირებულმა ნაცაგენტურამ. და მეორე, სულ უნდა გვახსოვდეს სხვა ოკუპაცია. ორი ოკუპაციის პირობებში ვართ. ერთი, რომელსაც ახორციელებს რუსეთი და მეორე, რომელსაც ახორციელებს ქართული სამწუხაროდ ქართული ქვიათ, ქართველები არიან გენეტიკურად, ამიტომ რომ ქართული ჯაშუშური აგენტურა ადამიანების აზრზე და ტვინზე და ეს ბულინგიც არის მისი გამოძახილი. მაგრამ რა ბულინგით უნდა ჩამოშალონ ეს ხალხი არ გამაგიჟოთ ახლა. ვიღაცები ექვემდებარებიან ბულინგს. და სხვათა შორის ერთი რაღაცა ახალი ამბავი რო არ დამავიწყდეს ამასობაში უნდა გითხრათ. ბოლო დღე ნახევარია პეტიციებს რო აკეთებდნენ, ხო გახსოვთ? ეხლა ითხოვენ სხვადასხვა უწყებებიდან ამ პეტიციიდან როგორ გამოვიდეთ. ანუ გუშინ წინ საღამომდე რევოლუციის იმედი ჰქონდათ და გუშინ ცოტა ეჭვი შეეპარა და დღეს დარწმუნდნენ და პეტიციიდან გამოსვლაზე არიან ეხლა დაგეშილები ვიღაცები დიდი ბოდიში თუ ბულინგს ვერ უძლებთ ეხლა უკან დახევა გასაგებია თქვენი აზრი აზრია ან ბულინგს ექვემდებარებით ან იქ ხართ ბოლომდე დიდი ბოდიში მაგრამ ეხლა რომ დაძდევთ ვიღაცებს ადმინებს რო ეძებთ ზოგს პარლამენტში და ზოგს იმაში ეს დაუტოვებია კიდე თანამდებობა რაც მეტი დატოვებს თუ ბულინგს ვერ უძლებთ და თუ იქ ხართ ორი ვარიანტი ან ბულინგს ვერ უძლებთ ან იქ ხართ ძალიან კარგია თქვენი თუ წახვალთ იმიტომ რომ ჩვენ ცოტა გვიჭირს რაღაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება და არ ვიღებთ უბრალოდ კიდევ ზუსტად რო ვთქვათ სიტყვის მასალად ნათქვამი რო არ გამოიყენონ ვიღაცაებმა არ ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებებს და ჩვენი პარტიული ოჯახის წარმომადგენლები ხშირად საყვედურობენ და შეიძლება სამართლიანიც იყოს მაგრამ სახელმწიფოებრივად გუშინ წინაც ვილაპარაკეთ ამ თემაზე შეიძლება ის უფრო სწორი იყოს რომ პოლიტიკური ნიშნით ჩვენ ხალხს არ ვათავისუფლებთ
ამის დასტური რა არის, იცით? აგერ საჯარო საბედნიეროდ რამდენიმე ათეული და დიდ მასშტაბში რამდენიმე ასეულობით 1000 ადამიანიდან. გამოვიდა რაღაც განცხადებები აკეთეს. თუ გააკეთეთ ის განცხადება, ნუ გადარბი ხართ, ეხლა შენი ჭირიმე ბოდიში არ მინდოდა შემასწინეს, დამაბულინგეს. თუ ბულინგს ვერ უძლებთ, ასეთ საპასუხისმგებლო ადგილებზე რა გინდათ? თუ ასე გაგოიმებენ და გუშინ წინ მეგონა ზოგი იძახის შვილმა მომპარა ტელეფონიო და რა შვილმა ტელეფონი მოგპარა და იმან დაპოსტა. რატო გუშინ წინ თუ თქვენ იყავით პოსტის ავტორები, დღეს რატო გახსენთ თქვენ შვილებს ასაბრალებთ იმ ბავშვებს, კაცო? დაანებეთ ამ თქვენ შვილებს თავიდან, ნუ აბრალეთ ესეთ რაღაცებს. მე100 ადამიანია ის, ვინ შემომითვალა ბოლოს, რომ შვილმა მომპარა ტელეფონი და ეს როგორ არიან, იცით? თვითონ რო იგონებენ ამ ამბავს, გონიათ რომ მანამდე არავის არ მოუგონია ეს ამბავი. შვილმა მომპარა ტელეფონი და მე100 რო იგონებს, უკვე ხვდებით რომ სასაცილოა. პირველი თაღლითი ჩემი ადრე წინა ცხოვრებაში გამომძიებული რო ვიყავი, რომ დავკითხე კენაღამ ცნებლები მომადგა თვალებზე, მაგრამ მე100-ს რო ვკითხავდი, კვდებოდი სიცილით. ესია ცხოვრება ესეთი. და მე100 ადამიანი რო შემომითვლის, რომ შვილმა მომპარა ტელეფონი, უკვე 99 ეს ამბავი მოყოლიოდ, ნუ გვითვლით ხალხო, ხო არ გრჩით ამისათვის. იმათის გეშინიათ, ჩვენი გეშინიათ, იმათი გეშინიათ, გასაგებია ფაშისტები არიან, ჩვენი რაღაცო გეშინიათ, ამ შემოწყებს მაინც დაანებეთ თავი. აი ეს არის მთელი პარადოქსი ამ პროცესების, ნუ გეშინიათ. ნურს იმათი გეშინიათ, ჩვენ დაგიცავთ და ჩვენი მით უმეტეს ნუ გეშინიათ. ეს არის მარტივი ამბავი. თუ აწერთ რაღაცას ხელს, იმის თავი გქონდეთ რომ ბოლომდე მოაწეროთ. გასაგებია თქვენი აზრი. გგონიათ რომ ჩელიაბინსკში ვართ, გგონიათ რომ 300-დან 400.000 ხმამდე გაყალბდა ამ ქვეყანაში. გეგონოთ, ეს თუ გგონიათ, უკვე რთული დიაგნოზია. და უნდა ჩელიაბინსკში თუ გონია თავი ქართველს, თბილისელს, ბათუმელს, ქუთაისელს, უკვე პრობლემა გაქვს და ამ პრობლემას მიხედოთ ხო ჯობია. ვიდრე რაღაც პოლიტიკურ დისკურსში შემოვიდა ჯერ იმავნებლოთ და მერე უკან დახევა მოინდომოთ და ნურს უკან იხევთ, ნურს მავნებლობთ, არაფერს არ მოგიწოდებთ. თქვენი აზრი გამოთქვით, თავისუფლად ჩვენი მით უმეტეს ნუ გეშინიათ, მაგრამ ამ ფაშისტებს, ამ ფაშისტობის განხორციელების რეალიზაციის თავით არ აქვს და დამშვიდით, დაწყნარდით, არანაირი პრობლემა არ არის და კიდევ კარგი სულ, რა ვიცი, 200.000 თუ რამდენი საჯარო მოხელი არ ვიცი, აღარ მახსოვს, ამდენი ადამიანიდან 200-300 ადამიანი დაექვემდებარა ამ ბულიკს, ეს უკვე ძალიან კარგია, პროცენტულად ძალიან ცოტა. ახლა გადასულები არიან ამ შეტევაზე, არანაირი პრობლემა არ იქნება, გარანტიას ვაძლევ მთელი პასუხისმგებლობით. არანაირი პრობლემა არ იქნება. რაც არ უნდა, ეხა იქიდან თქვენმა პატრონებმა ის დაალაგონ, რომ რომელიღაცა ქვეყანამ ვიზა ლიბერალიზაციის შეჭებას დაიწყოს ლაპარაკი, ხო ვიცით რომ რამხელა პროცესია. ხო ვიცით რასთან გვაქვს საქმე, ხო ვიცით რა სამართლებრივი საფუძვლები ჭირდება. ახლა ეს ერთი დარჩათ რომ იხვეწებიან ამაზე თუ არ დავიწყოთ ლაპარაკი, ამათ ვერაფერი ვერ მოერევაო. ამ დონის მავნებლებთან გვაქვს საქმე. არც ეს მავნებლობა არ გაუვათ. ისევე ბრძოლით, არა თუ რაიმე შეწყვეტა და შეჩერება. ისევე ბრძოლით და სიმართლით და მართლა ზიღირსებით მოვიპოვეთ ჩვენ შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალებებს, პერკეტებს, როგორც აქამდე გაგვიკეთებდა საქართველოს აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ეს ჩვენთვის ადვილად არ იქნება, მაგრამ ქართველი ხალხის ხარდაჭერით, ქართველი ხალხის თანადგომით მოხდება ეს ყველაფერი და დანარჩენი იმ ილუზიებში ნუ შეყვებით ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს მტრობა განუზრახავთ თავისი პირადი გამორჩენისათვის თორემ. აქ ვართ ის ხალხი, რომელსაც ბევრ რაღაცას გვაბრალებენ, წელების სიუჟეტებს გვეკეთებენ, ამ პირად გამორჩენას ვერასდროს ვერ დაგვიმტკიცებენ. აქ მაინც ვართ ყარები და იქ მაინც ვართ ყარები, რომ საკუთარი სამშობლოს ხარეს ვართ და არა რომ თუნდაც რომელიმე სხვა ქონდეს, იქ ჩრდილოელ ოკუპანტ მეზობელზე არ ვლაპარაკობ. საკუთარ თავს ამას ლაპარაკშიც არ ვაკადრებ. არც ერთი ქვეყნის ხარეს არ ვართ, თუ ის იმ ქვეყნის მხარდაჭერა და მხარეს ყოფნა, რომელი ევროპული ქვეყანას და რომელი ამერიკის შეერთებული შტატების და ვინც და რაც არ უნდა იყოს. თუ ეს ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ადგენა, არავის მხარეს არ ვართ. და ევროპის მხარეს და აი ამ წარმოდგენების, იმიტომ ვართ, რომ აქ გგონია ჩვენ, რომ ჩვენი ბუნებრივი ადგილია, რომ ევროპა არის ჩვენი ქართული იდენტობის, კულტურის არა მტერი, არამედ საბოლოო ჯამში შემნარჩუნებელი, გადამრჩენი და ასეთ ევროპაში გავწერიანდები და დღევანდელი ბიუროკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ გამოწვევებს ასე არ პასუხობს, როგორც მე ახლა ვლაპარაკობ. და ეს უნდა გავითავისოთ ყველამ. ევროპა თვითმიზანი არ არის ერთი ამბავი, ეს რა იკადრაო, რა თქვა, რწმენის დონეზე აქვს. რწმენა არ არის და ევროპელი ბიუროკრატი არ არის ღმერთი არც ერთი. გავაკრიტიკებთ კიდევაც და ცოტა მეცაც ვიტყვით,
თუ ამის საჭიროება საქართველოს ინტერესებიდან გამოვა, რაც არ უნდა რუსული იძახოთ და სისულელები ილაპარაკოთ ნებისმიერმა პოლიტიკოსმა და მავნებელმა ჯაშუშმა. ევროპა ჩვენთვის არის გადაჭრის გზა, რომ ჩვენი ქართული, ქრისტიანული, კულტურული, ტრადიციული მემკვიდრეობა გადავარჩინოთ, განვავითაროთ, სინთეზში მოვიყვანოთ თანამედროვე თუნდაც ტექნოლოგიებთან, მასზე საუბრობთ იმ დღეს, თანამედროვე განვითარების ტენდენციებთან და ასე განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და ასე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. მაგრამ იქ გააუქმეთ ახლა LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი და მე ვილაპარაკოთ, ეს ლაპარაკი ჩვენთან აღარავის აღარ გაუვა, საბედნიეროდ ამისი ძალა გაგვაჩნია. ალი კოელისაშვილთან დაკავშირებით უნდა გითხოთ, ჩვენ ნახეთ კადრების გავრცელდა ალი ბაბაევთან დაკავშირებით, მისი თავდასხმა, ეს რაზე მოდი ერთი თხონა მაქვს. ალი კოელისაშვილზე ცოტა მე ნაკლებს ვილაპარაკე. იმიტომ რომ მე შევძელი, ჩემ თავზე მაღლა დამდგარიყავი. შევძელი, მე სიმართლე გითხრათ, პოლიტიკამდე კი არა, პოლიტიკაში რამდენიმე წლის ყოფნის შემდეგაც ალბათ ამას ვერ წარმოვიდგენდი, რაც მე შევძელი, გულწრფელად გეუბნებით. იმიტომ რომ ჩემი პოლიტიკოსობამდე ცხოვრებიდან ვინც მიცნობს, მიხვდება, რასაც ვლაპარაკობ. და ეს ბიჭი მე მიცნობდა 1995 წლიდან, ახლოს არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის შესახებ რაღაცები ვიცოდით. მანაც იცოდა ჩემს შესახებ, ჩემი მეგობრების მეგობარი იყო საერთაშორის. და მაგას თუ გაბედავდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ჩემთან მიმართებაში, როგორც პოლიტიკოსი მამუკამდინარაძის კი არა. ზოგადად მამუკამდინარაძის წინააღმდეგ რაც გაბედა, მაგრამ რო დაგავალებენ, მე ეთქობა მე ბედავ. არც გადახტას დავაბრალე, არც რო დაგავალებენ, ან რო აგაგდებენ, ორიდან ერთია. მე ბედავ ეთქობა რაღაც. მე ჩემ თავზე მაღლა დავდექი და შევძელი, რომ არა თუ შურიძიებაზე მეფიქრა, მარაზმის. არამედ მეფიქრა, არამედ ვიდეოებს რომ მიგდებდნენ და ყველას გასაგონად ლაპარაკობ ამას. იმიტომ რომ გარკვეული პრევენცია სამომავლოდ არ ვიცი იმას დააკავებენ გამოუშვენ რასავენ არ ვიცი. სამომავლოდ პრევენციას ვახდენ ახლაც კი ამ ტრიბუნიდან. ვიდეოებს რომ მიგდებენ ამას რა უყოთო, მე ვეუბნები ხოლმე ხوار გააფრინეთ და ერთ დამშვი რა უნდა უყოთ. და ჩემი დასაცავი თუ გახდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც მე თავს დავმესხმებოდა, ჩემ ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი მით უმეტეს. ამიტომ ამ შეფასებებში შეაფასოს გამომძიებელმა და პროკურორმა, მე დანარჩენს ამაზე აი რაც შეიძლება და მაქსიმუმი თქვი. თუ კითხვები არ არის, ზანეტა დავამთავრეთ. მე მინდა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით. ვის გეგმებთან? ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით. ოპოზიციის გეგმები არ გაიშვას. რა გეგმები ოპოზიციის? აი, როგორ თვლით თქვენ დღეს რაზეც ისაუბრეს მათ შეხვედრა ქონდათ პარტნიორებთან ურთიერთობა და სანქციები დაასახელეს მათ შორის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნებაო და ასევე ითქვა რომ მოუწოდებენ ისინი საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ. ეს რამდენად შეიძლება ჩაითვალოს როგორც ოპოზიციის გეგმა ან რა რესურსია თვითონ რო გაიფიცონ არ უნდათ? აი ხა რო გაიფიცებოდეს თავარი არხი, ფორმულა, ტვ პირველი. ეხლა რა სიტყვენ იცით? მამუკამდინარაძეს კრიტიკული ხმის გაჩუმება უნდა რაღაც გავლენ ისეთი. ლევიტანის ხმით ილაპარაკებენ. და რეალურად ხუმრობა იქით იყოს და ტყუილს ვინც ლაპარაკობს მოუწოდებ ყველა გაიფიცოს. და გაეფიცონ ტყუილებს. და ამ ქვეყანაში დაალაგდება ყველაფერი კარგად იქნება. მართლა ძალიან ცუდი რაღაცა მოახერხეს ერთი რასაც მიაღწიეს. ოჯახებშია შეტანილი განხეთქილება მეგობრებო და ხალხო. ოჯახებში, ოჯახის წევრები პოლიტიკურ ნიადაგზე ისეთ რაღაცებს ელაპარაკებიან, ბევრი ინფორმაცია გვაქვს ერთმანეთს. და ნუ გეცინებათ. ასეა კი. აგერ თქვენი სიცილის მემოწმებით. ოჯახებშია შეტანილი. და მოუწოდებ ყველას და ანებეთ თუ ეხა ოჯახში პოლიტიკის გამოჩხუბოთ, ნუ საერთოდ არ ილაპარაკოთ პოლიტიკაზე. და უბრალოდ არავის არც მე არ მომისმინოთ თუ გნებთ, უბრალოდ ფაქტები ნახეთ. რასთან გვაქვს საქმე? ვინ რა შედეგი დადო თავისი ცხოვრების, პოლიტიკური მოღვაწეობის თუ პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში და აქედან გამოიტანეთ თქვენ თვითონ დამოუკიდებად დასკვნები. საკუთარი აზრი ხო ყველას გაგვაჩნია? პოლიტიკის ცოდნა არ არის აუცილებელი, საკუთარი ელემენტარული ლოგიკა და აზრი ხო ყველას გაგვაჩნია. ავდგეთ და გამოვიტანოთ დასკვნები. ვინ რა გააკეთა? ვინ რა თქვა კი არა? ვინ რა გააკეთა? ვინ როგორ იქცევა? წარსულში, როცა ხელისუფლებაში იყო მერე ვის რა მისწერა, ვის რა მოთხოვა, ვისგან რა მოითხოვა, ვინ რა турბულენტობა უზრუნველყო ამ ქვეყანაში, ვინ რა ყევები მოინდომა, ვის რა არ გამოვიდა, ვის რა გამოვიდა, რა გააკეთა,
რა მონაცემები გვაქვს და ანებეთ თავი არც მამუკას არ მოусვინოთ, არც ქართული ოცნების არც წარმოადგენს, არც ოპოზიციონერს. უბრალოდ ადექით და აიღეთ მონაცემები. აი რაღაცა ობიექტები სოფლიო ბანკი აქვეყნებს ხოლმე, სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს ხოლმე, სოფლიო სავალუტო ფონდი აქვეყნებს ხოლმე, რაღაცა ორგანიზაციები არსებობენ, რომლებსაც აქვს კვლევები, რაღაცა კრიტერიუმები არსებობს. მათ შორის ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები ევროინტეგრაციის გზაზე. იმაზე რომ დაიყვანეს, აქედან ჩვენ შევეხვეწებით თუ არ შევეხვეწებით, აქ ამაზე რომ დაიყვანეს ევროინტეგრაცია, არა და 1000-ობით პუნქტია და 35 დიდი თავია შესასრულებელი. და მე მივიღოთ გადაწყვეტილებები და ნუ ხოცავთ ოჯახებში მაინც ერთმანეთს. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც კი შეიძლება ქვეყანას შეექმნას, არის გახლეჩის და დაპირისპირების შედეგად. ჩვენ როდესაც რაღაცას გვიტევენ, პასუხი გავცეთ, ვართ იძულებულები. ძალიანაც არ გვსიამოვნებს ეს. იმიტომ რომ ეხლა რომ მოვიდნენ ჩემთან ლიფტში რაღაც სისულელე რომ მომიწერა ვიღაც მეზობელმა, მე სხვა 20 მეზობელმა ადგა და 10-ჯერ მეტი სისულელე მიაწერა, ოღონდ რეალობა იყო ის, მაგრამ სისულელეა იმასთან მიმართებაში, იმიტომ დავარქვი ამ ჩემი მეგობრების და მეზობლების ამოქმედა სისულელე, რომ მოუწიათ ამ სისულელეში შესვლა, კიდევ უფრო სწორად და ზუსტად რომ ვთქვათ. და მე დამალაგებლებს ვეხვეწებით, რომ იქნება მალე ააფრიკო, რომ არ გვინდა ეს დაპირისპირება. აი ამ დონეზე დადის ურთიერთობები, აი ამ დონეზე გვიწევს მე ჩასვლა თითოეულ დეტალში. და ეს არის ფაშიზმის გამოვლინება. ვიღაცას რომ უნდება რომ თავის მეზობელს რაღაცა მიუწეროს, იმიტომ რომ უბრალოდ ნაცია და ასე გონია რომ სწორია. მე იმას ბავშვები უყურებენ, ის არა, იმიტომ რომ ფაშიზმი, მიმღებლობა ფაშიზმისა რაღაცა დონით შემოვიდა ჩვენ საზოგადოებაში რაღაცა ნაწილში. ფაშიზმის მიმღებლობა. იქ არ აინტერესებს ბავშვი კითხულობს, ვიღაცის შვილი რა მაფიქრებინებს. ჩემ კორპუსში ნაცნობრობს ერთ-ერთი აქტიური ახალგაზრდა კაცი ცხოვრობს. როგორ წარმოვიდგენდი? ჩემი ცხოვრების გამო მე დარწმუნებული ვარ იმის მინაწერი არ იყო, სხვა ფაქტორების გამო. მისი დედმამის გამო და ასე შემდეგ თუნდაც. მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი? სულ რო პოლიტიკაში ვიყო არ ვიყო. მანამდე ხო ვიყავი და ოცნების ძალიან აქტიური მხარდამჭერი და ასე შემდეგ. როგორ წარმოვიდგენდი რომ მისთვის რაღაცა მიმეწერა? იმიტომ რომ შეიძლება მისმა დედამ, მამამ თუ შვილი ეყოლებოდა შვილმა ნახოს. როგორ წარმოვიდგენდი? ანუ ეს ფაშიზმის მიმღებლობა, ფაშისტური ქმედებების. ჩვეულებრივი ამბავი გახდა, იმიტომ რომ პრეზიდენტი ქვია ხალხს და იძახის რომ მოსწავლეებს მიმართავს. ვიღაცა შერბის ჩემ მშობლიურ თერჯოლაში, მეორე სკოლაში და იმაშება, რა ქვია, ბავშვებო გამოდიგაროთ და რუპორით მოუწევთ. ბავშვების ამას ჰიტლერი უგენდი, ჰიტლერისგან გვახსენდება, ლენინისგან და მიხეილ სააკაშვილისგან. აი ხომ და მოგაფიქრდეს რომ ბავშვი როგორ ჩავთო და წინ როგორ დავაყენო და ქვის სროლა ვასწავლო პოლიციაზე. ამაზე დიდი ფაშიზმი არ არსებობს, ხო? და მე ფაშისტებს რო ვეძახით, ამას სპეკულაციურს უწოდებენ. წინთ ერთია, მაგრამ სპეკულაციურს უწოდებენ. და საიდან მოვიტანე? ეს არის ფაშიზმი, აი კონკრეტულ ფაქტებს ვლაპარაკობ. გისმენთ და დავასრულოთ, მე მგონი გაგვიგზავნოთ. რამდენიმე კითხვა და რამდენიმე? ბავშვებზე რადგან ისაუბრეთ ჩართულობაზე, აღარ დაგისვათ ერთ-ერთი ეგ იყო. ნაცმაიდნის ჩავარდნაზე საუბრობს ქართული ოცნება. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის მცდელობები მაიდნის მოწყობის ჩვენ ქვეყანაში და ზოგადად რო შევაფასოთ რა არის რადიკალების. მე მგონი ხა თქვენ ძალიან ბოროტად მიყენებთ თქვენი სიუჟეტის დაგეგმარებაში. მე უნდა გავიხსენო ხსათითო. არა, სათითოთა რამდენიმე მაგალითად ხუმრობ უკაცრავ. დღეს პრემიერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვენც რომ ისაუბროთ ნაცმაიდნის ჩავარდნილ მცდელობებზე. ძალიან მოკლედ გეტყვით ერთ რაღაცას. რამდენჯერაც რევოლუციის მოწყობა წადეს, ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. ყველა საფუძველი ხო გაქარწყლებულია და ყველა ხო ტყუილი აღმოჩნდა. პირველი მცდელობა ერთ-ერთი. ნაცმაიდნის იყო არჩევნებთან დაკავშირებით, ხო 2020 წლის. რა აღმოჩნდა? ისფედის დასკვნა აღმოჩნდა გაყალბებული, ხო? და მაშინ ხო ესეთ იმაზე იყვნენ ჟინზე და მორალს უკითხავდნენ ვიღაცებს. გაყალბებული არჩევნები, ამ დროს მათი ისფედის დასკვნა აღმოჩნდა გაყალბებული და ისფედის დასკვნა ახლა რა გამოქვეყნდა, იცით ვინმე? არ იცით, რატომ? არ გამოქვეყნებ. წარმოუდგენელი ამბავი ხა, მეტი რა ვლაპარაკობ. აი ეს არის ასეთი მცდელობები ყოველჯერ. გაიცათ რაღაცა მცდელობა შეიძლება კიდე გქონდეთ, უფრო სუსტი. ახლა ვაზღვეთ ამ ჩვენი მოქმედებებით ამას. მაგრამ კიდე იმაზე ვილაპარაკებთ, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდათ, მეოთხე მცდელობა ნაცმაიდნის, მაშინაც ჩავარდა და ახლა მით უმეტეს ვერაფერს ვერ იზავენო. მაგრამ აქ უკვე ყველას ეცოდინება, რომ არც არჩევნები გაყალბებულა, 300,000 ხმა მით უმეტეს, ხო? ამ სისულელეს რო ლაპარაკობთ. და ჩვენი გადაწყვეტილებაც იყო სწორზე სწორი, რომ ჩვენ არ შევეხვეწებით, მაგრამ თუ ვინმე საჭიროთ
და ჩვენ ღირსად ჩვენ ქვეყანას გატარებული რეფორმების გამო და იმის გამო თუნდაც რომ პირველები ვართ კრიტერიუმებით მიიჩნევს რომ უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები ხელს მოვაწერთ იმავე დღეს რას აპროტესტებენ ვინმე მკითხეთ წესიერად ხო შეიძლება აი მთავარი ამბავი როდესაც არის ამბავი ეთახილი მთავარს ავрეხებით და მთავარზე ვილაპარაკოთ ზუსტად 1 წუთი რას აპროტესტებთ რო ეკითხებით ევროინტეგრაციის შეჩერებას არ შეჩერებულა ტყუილია მე რეგიმეორებენ აი კობახიძის განცხადებას რომ ჩვენ ვაჩერებთ მოლაპარაკებების გახსნას კი არ ვაჩერებთ არც გახსნილა ინიციატორები არ ვიქნებით მაგრამ ხელს ვაწერთ ნებისმიერ შემთხვევაში და როცა კიდევ უფრო მზად ვიქნებით და 90%-ზე მე შევასრულეთ მაშინ ვიქნებით ინიციატორები ინიციატივაზე ლაპარაკი და ვინმე რო თქვას რომ დაინიცირებას თუ არ აპირებთ ამას ვაპროტესტებო იმდენად სასაცილოა რომ ამას არ ამბობ და ამიტომ უწევთ ტყუილების მოგონება ეგ არის მთავარი ამბავი ასევე მინდა გკითხოთ გუშინდელ ასე ვთქვათ ოფისებში ჩხრეკასთან დაკავშირებით ოპოზიციამ თქვა რომ ეს არის დევნა ჩვენიო ესე შეაფასეს და ასე ვთქვათ მოლოტოვის კოქტეილები ნახეთ ჩვენ ამოიღეს ხო პარტიული ოფისებიდან რაზე მეტყოლებს გქონთვის ეს ფაქტი ამაზე ვილაპარაკეთ თუ შეიძლება წინასინქრონდი აი ოპოზიციას რას პოსხოთ როცა რეპრესიებს უწოდებენ ამ ყველაფერს ჩვენების ამას იტყოდა რა უნდა უპასუხო იმათთან საპასუხო აფერი არ არის აქ არის ფაქტი რომ არაგდებოდა პარტიიდან, მე გამოდიოდნენ და ესწრებდნენ პოლიციელებს. დამთავრებული ფაქტი შემდგარი ფაქტია. ამას იძიებს საგამოძიებო ორგანო. ამას ჩვენ რომ ამბობდნენ რომ პარტიებიდან არის დაკოორდინირებული არავო ამბობდნენ და აღმოჩნდა რომ კი. მარტივი ამბავია და არის დანაშაულებრივი ქმედება. ეხლა იმჯერა რომ პოლიციას ფეიერვერკს რო ესწრის სახეში ადამიანს და წვავ, ფეხებს უწვავ, თავპირს უწვავ. ქვას ესვრი თავში და თავს უტეხავ. 150-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული, ეს დანაშაული არის თუ არა? თუ იტყვენ ეს დანაშაული არ არისო, კი ბატონო, მაშინ არც მათ ქონია დანაშაული ჩადენილი, მაგრამ თუ ეს თან მტკიცდება რომ მარაგდებოდა ეს მოქმედებები მათი პარტიული ოფისებიდან, მაშინ იქ ორგანიზებასთან გვაქვს საქმე, ხო? მარტივი იმდენად მარტივი იურიდიული კაზუსია, რომ სამსჯელო და საკამათოდაც არ ღირს. მარტივი ამბავია, დაზიანებული პოლიციელები, ქმედება არის, დამდგარი შედეგი არის, მეზობლური კავშირი არის, იურიდიული შედეგიც არის ის რომ უნდა დააკავო, უნდა მისცე პასუხისგებაში, უნდა მოთხოვოს სამართლებრივი პასუხი. ეს ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას არ ითვალისწინებს, იმიტომ რომ საქმე გვაქვს დანაშაულთან. რეპრესია როგორ არის? და ბოლოს კითხავთ ევროსაბჭოს გემდივანი ჩამოვა საქართველოში ვიზიტით, რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ მოვლენების ფონზე, რაც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში, მისი ვიზიტი, რა მნიშვნელობის იქნება და თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, ზოგადად მხარდამჭერი განცხადება? ხარავანი რომ იქრის ის ამბავია და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ესენი ბევრს იყეფებენ, ბევრ მავნებლობას ჩაატარებენ, მაგრამ საქართველოს იმიტომ გადარჩა ამდენი საუკუნის განმავლობაში რომ ქართველი ხალხი როგორც ჩანს, ჩვენი ისტორიას და გენეტიკური კოდიც ეს არის, ყოველთვის იდგა საკუთარი სამშობლოს, მამულის, ენის, სარწმუნოების მხარეს ამ ტრიადამ გადაარჩინა, ეს ტრიადა გადაარჩენს და სხვა წარმოდგენის და მიმართულების ადამიანები ამ ქვეყანას ვერც მართავენ და ვერც მის ბედს განსაზღვრავენ. საქართველოს და მისი ხელისუფლება ჩვენ და უზრუნველყოთ რომ მარტო ჩვენ პირობებში კი არა. ზოგადად მომავალში და მყარი ინსტიტუტები და სისტემები უნდა შევქმნათ, რომ უნდა იმართებოდეს მხოლოდ ქართველების მიერ. და ამ ქართველებში ას გულისხმობ ყველამ კარგად იცის. შესაბამისად ამისა უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ვერ დაიჯება იმის გამო, რომ მისი და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში. ეს არის მათი ბრძოლის, ჩვენს მიმართ ბრძოლის მთავარი საბაბი. ამას არ დავთმობთ არაფრის ფასად, რაც არ უნდა დაგვაბრალონ, რაც არ უნდა გააკეთონ. ამას შეეგუონ და ამას რომ ხვდება ქართველი ხალხი, იმიტომ ირჩევს ქართულ ოცნებას. ყველანაირი გაგებით. პარტია ქართულ ოცნებას და კიდევ ქართულ ოცნებას, რასაც ერთიანი, მთლიანი და მთლიანობაში ტერიტორიებსაც და ხალხებსაც გულისხმობ. აფხაზებს, ოსებს, ქართველებს მათ რომ მტრები გონიათ. და მტრებად რომ მოიხსენებენ. და ასევე გულისხმობ ამ ქვეყნის ჭეშმარიტ, ქრისტიანულ, ევროპულ მომავალს და ამას უზრუნველყოფთ. აი ამ ბრძოლაში ეხლა ვისაც უნდა დაგოიმდეს უკაცრავად და სხვა მხარეს დადგეს და ვისაც უნდა დაბულინგდეს. მაგრამ ჩვენ თავისუფლად ლაპარაკობთ ქართველი ხალხის სახელით, იმიტომ რომ მხარდაჭერა შესაბამისი გვაქვს. ჩვენ ქართველები ამას არ დავთმობთ.
დიდი მადლობა.